გადმესვის იმედია ჩემიც ისვის. კი ბატონო. ეს არის კიდევ ერთი ძალიან მკაფიო დასტური იმისა, რომ მსოფლიოს ყველა ცივილიზებული წერტილიდან აბსოლუტურად ისვის ერთი და იგივე გზავნილი. ვიდრე ეს ბოროტყოფედი ხელისუფლება არ გადახედავს საკუთარ კურსს, მანამ დამოკიდებულება ამ ხელისუფლების მიმართ არ შეიცვლება. გაგრძელდება სანქციის პოლიტიკა, გაგრძელდება ზეწოლის პოლიტიკა და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი სამწუხაროდ აზარალებს ქართულ სახელმწიფოს. ჩვენ იდენტური ფრაზა მოვისმინეთ აი ამ ბოლო 2 დღეში ევროსაბჭოს რეზოლუციაში გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ სანქციებში. ისევე როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე სენატორ რიშისგან. ერთი და იგივე ფრაზა. ამიტომ ძალიან დამარცვლით მინდა თქვენს მარტივი ფრაზა, ვიდრე არ შეიცვლება არსებული ავტოკრატიული კურსი, რაც თავისთავად გულისხმობს ამ ხელისუფლების, ამ ბოროტყოფედი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების, ამ ნაცისტური რეჟიმის შეცვლას, ვიდრე ეს არ მოხდება, არ შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და არც კონკრეტულად ამ რეჟიმის მიმართ. პოლიტიკური იდეა არის ძალიან მარტივი. გრიგოლ, აი მაყურებელს რო გავახსენოთ, აი დავასახელოთ სამი ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანიის უახლესი განცხადება კოალიციური მთავრობის და ეხა ბრიტანეთმა რა სანქციებიც გამოაცხადა და რეალურად რა განმარტებაც მოაყოლა ამ ყველაფერს. ხო, ამერიკა რომელიც ეუბნება ოცნებას, რომ თუ გინდა აჩვენოს სერიოზული დამოკიდებულება გაუმჯობესების პროცესში გადადგის შესაბამისი ნაბიჯები და გერმანიამ ნახეთ რაც დაწერა, რომ მხარს ვუჭერთო პროევროპულ ძალებს. ეს არის გერმანიის კოალიციური მთავრობის ახალი განაცხადი, ხომ? რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესის გაგრძელების განხილვა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც დემოკრატიული პროცესების დაცვაში ეჭვი აღარ იარსებებსო. და სულ ბოლო აი ეს ბრიტანეთის დეტალური განმარტება, ხო, რეალურად რამდენად არ არის თავსებადი ქართული ოცნების პოლიტიკა, ქმედებები, ევროპულ სტანდარტებთან ადამიანის უფლებების დაცვის და ასე შემდეგ. აი ამ სურათის გათვალისწინებით, როგორ ფიქრობ, რეალურად რა არის ივანიშვილის უკან დახევის გზა? აი რა გზას ირჩევს ის? ირჩევს ნიველირების გზას, ის არის მოწყვლადი სანქციების მიმართ რეალურად როგორ ფიქრობ, თუ კიდევ უფრო მეტ რეპრესიას უნდა დაელოდოს საზოგადოება? მე ახლა მე თვითონ ვიმყოფები გერმანიაში ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო ვორქშოპზე, სადაც არის 5 კონტინენტის წარმომადგენლები უამრავი სხვა ქვეყნიდან და ყველა წარმოიდგინეთ, ყველა არა მარტო ევროპელები, აბსოლუტურად შორეული სახელმწიფოებიდან მომავალი ადამიანები არიან აი გულნათკენი და შეძურული იმით, რაც ჭირს საქართველოს. ეს მინდა იცოდეს შრომა საზოგადოებამ პირველ რიგში. ეს არ არის მარტო ევროპული ან ევროპულ-ამერიკული ინტერესის საგანი. სხვადასხვა დემოკრატიებში, სხვადასხვა ქვეყნებში, რომელიც მიესაბამებიან დემოკრატიად ყოფნას და თვითონაც იბრძვიან საკუთარი ავტოკრატების წინააღმდეგ. იქაც ძალიან დიდი გულისწყებელია, იმიტომ რომ ეს ადამიანები ხედავენ საქართველოს რამდენი შანსი ქონდა, ხო, სწორ გზაზე სიარულის. რამდენი რეფორმის გატარების შანსი ქონდა გასული თუნდაც 12 წლის განმავლობაში. რამდენი სწორი ნაბიჯის გადადგმის საშუალება ქონდა და ჩვენ არათუ სწორი ნაბიჯები არ გადავდგით, დავკარგეთ ის მიღწევებიც, რაც ძალიან ძნელ პირობებში ქონდა მოპოვებული და ახლა აი ამ ყველაფრის ფონზე რაც ხდება მაშინ როდესაც ახალი კარები გაიხსნა, ახალი შანსები შეიქმნა, მეტი თავდაცვისუნარიანობა, მეტი უსაფრთხოება, მეტი ეკონომიკური წინსვლა, ბევრი ახალი სიკეთე გამოჩნდა საერთაშორისო ასპარეზზე. აი დადგა მომენტი, რომელზეც ვლაპარაკობდით, რომ დადგება მომენტი და მნიშვნელოვანია ჩვენ ვიყოთ მზად. და როდესაც ეს მომენტი დადგა, ჩვენ სამწუხაროდ ზუსტად აი ამ დროს ისტორიულ მომენტში ხელისუფლებაში ყავდნენ რუსები, მოღალატე რუსები, რომელიც ყოველდღიურად ძირს უთხრიან ყველაფერ ქართულს. და აი აქ მე აი ამ საერთაშორისო ვორქშოპზე ქართული დროშები მაქვს. თვითონ ორგანიზატორების მიერ დადგმული ქართული დროშები მაქვს და აი ეს დროშა მემაგრებს ზურგს აქაც. და მან თბილისში კანცელარიაში ოზიან და საკუთარ თავს მთავრობას ეძახიან. აი ამ დროშის წინააღმდეგ კეთდება ყველაფერი. ქართული გერბის, ქართული იდენტობის, ქართული ენის, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ კეთდება ყველაფერი. და აი ეს ხსნის, სწორედ ეს ხსნის იმას, რაც გვჭირს, რომ ყველა ზომა
რომელიც მიიღება. ყველა კანონი, ყველა შემდეგი ნაბიჯი, ყველა განცხადება, ის რომ 9 აპრილს რუსეთს არ ახსენებენ, საბჭოთა კავშირს არ ახსენებენ, ის რომ ჩირგვებში იყვნენ ისტორიულად მიმალული და ახლა საერთოდ პირდაპირ რუსეთის პოლიტიკას ატარებენ, ის რომ ქართული ეროვნული სუვერენული საგარეო ხმა მოკლეს, ის რომ საკუთარ მოქალაქეებს უწყობენ ტერორისტულ აქტებს, დღისით, მზისით, ხომ შვიდობიან პროტესტანტებს ესხმიან თავს. ის რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს დაკარგოს ყველა ძირითადი შანსი და შესაძლებლობა. აი ეს იწვევს ჯამში სწორედ იმ ამერიკულ განცხადებებს, რაც სენატში მოვისმინეთ, რასაც კონგრესში ვისმენთ, ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ გასაგებია, გრიგოლ. მოხდება ახალი არჩევნების ჩანიქრა. კი, ახალი არჩევნები არის და გადატვირთვა. ქვეყანა დაკარგავს ყველა შანსს და იგივეს ვისმენთ გაერთიანებული სამეფოდან, რომ ამდენი დღის თავზე არც ერთი პირი არ არის დაშლილი. მანამ სანამ ჩვენ წინააღმდეგ ერთი კითხვა მინდა მოვასწრო, ვიდრე ამოიწურება ჩვენი დრო. საქართველოში არც ერთი მოძალადი არ არის დაშლილი. გრიგოლ, ოცნებას შესაძლოა საუკეთესო დახასიათებდეს აი ის სამი საკითხი ხო რაზეც ვილაპარაკეთ ახლა ვიდრე კითხვას დაგისვამდით ხო იგივე ამერიკის შეფასება ანუ საგარეო კურსს გულისხმობ კონკრეტულად ხომ და ჩვენ მაინც ხედავთ რომ რეალურად ის საკუთარი ამორჩევლის წინაშე საზოგადოების გარკვეული ნაწილის წინაშე ამ საკითხებსაც ფუთავს ახერხებს რომ შეფუთოს იმიტომ რომ ფაქტია რომ ქართულ ოცნებას ყავს მხარდამჭერები ეს არ არის პოლიტიკური ძალა რომელსაც არ ყავს მხარდამჭერი და არა მხოლოდ ისინი არიან, რომლებიც რაღაც ფინანსური დოტაციით არიან მიბმულები, ხო, სხვა ნაწილიც არის ქართული ოცნების მხარდამჭერი. ეხლა აი თქვენ მიმართ რა კითხვები არის კონკრეტულად, ანუ თქვენ როდესაც ლაპარაკობთ, რომ აი ხართ კონკრეტულ შეხვედრაზე, რეალურად რა კითხვები არსებობს, ხო, პოტენციურად იმ ძალების მიმართ, რომელიც ამბობს, რომ ეს უვარგისია და მე ჩამანაცვლე ამ ძალას, ხომ? თქვენ ხო თქვენს თავს თავაზობთ ქართულ საზოგადოებას აი სურათის გათვალისწინებით რეალურად. ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ კონკრეტულად? ახლა საერთაშორისო საზოგადოებას და ჩვენს ყველა სხვა მეგობარს, პარტნიორს, დამკვირვებელს აქვს ერთი მთავარი კითხვა. რა თქმა უნდა, პირველი რა გზებით ვფიქრობთ, რომ საქართველოს გადავარჩინოთ რუსული ჭაობისგან, რომელშიც ის პროგრესულად ყოველდღე უფრო და უფრო მეტად ხდება ჩათრეული ქართული ოცნების მიერ და ესე ძალიან ტრაგიკული და სამწუხაროა ჩემთვის, როდესაც შევცვლით ძალიან მალე ამ ხელისუფლებას, დიდი დრო დაგვჭირდება, ძალიან დიდი დრო დაგვჭირდება და დაგვეკარგება აი ყველაფრის გამოსწორებაში, ამ გაფუჭებულის გამოსწორებაში, თუმცა ეს მეორადი დღის წესრიგის პრობლემაა, ხო, თავარია შევცვალოთ დროულად, რაც შეება და ყველა ქართველი რეალურად წავიყვანოთ მშვიდობისკენ და ეკონომიკური უსაფრთხოებისკენ. თავარი კითხვა, რომელიც ყველას აქვს, არის როგორ არის შესაძლებელი რომ ისეთ სახელმწიფოში, სადაც 85% ადამიანებისა არის მკაფიოდ პროევროპული, როგორ შეიძლება რომ პროპაგანდისტულმა ხრიკებმა საბოლოოდ გაჭრას. ჩვენ რა თქმა უნდა ადამიანებს ვუხსნით, მე ყოველთვის საუბრებში ვუხსნი ხოლმე მათ რამდენად ძიმე ფონი არის შექმნილი ამ კუთხით საქართველოში, როგორ ატყუებს ამაზე ძალიან ღიად უნდა ვილაპარაკოთ, მათ შორის ეთერში როგორ ატყუებს საკუთარ ამომრჩევლს, როგორ შეურაცხყოფს. ერთი არის მოტყუება და მეორეა გრიგოლ რამდენად არის მიზანი, ანუ რეალურად რამდენად მუშაობს პროპაგანდა და აი ამაზე ძირის გამოთხრა უნდა იყოს თუ არა თქვენი მთავარი როლი ამ პროცესში, იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ რომ მეორადი საკითხიაო, ჩვენი ამბავიო და პირველია გავუშვათო ხელისუფლებიდანო, მაგრამ მთავარი ხო ის არის ეს რომ მიდის ვინ მოდის, ანუ ამ კითხვებსაც ხო გისვამენ თქვენი ამომრჩევლები სხვადასხვა შეხვედრებზე, როდესაც ხვდებით ადამიანებს ხო ამ კომუნიკაციის პერიოდში. ხო, ამიტომ ამბობ ძალიან კაფეო იდეა აქვს. კაფეო იდეა აქვს შემეძით ქართულ ხალხს იმისა თუ ვინ მოდის ხელისუფლებაში, სწორედ ამიტომ ამდენმა ადამიანმა 4 კოალიციას გამოუცხადა ნდობა, ძალიან კაფეოდ, 5 კვლევა და 2 ეგზიტ პოლი აჩვენებს, რომ ქართულმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ დღევანდელ ოპოზიციაში არის ჯამში ის რესურსი, რომელიც განუზომლად უფრო წარმატებულად, უფრო მეტი პასუხისგებლობით, უფრო მეტი ნიჭით და ხედვით მართავს ჩვენს ქვეყანას და რეალურ კეთილდღეობას და რეალურ ნამდვილ მშვიდობას შექმნის, მათ შორის სწორი და სწრაფი ევროპული ინტეგრაციით, მათ შორის ეროვნული თავდაცვის უზრუნველყოფით, მათ შორის ქართული ინსტიტუტების განვითარებით და იმ წრეზე სიარულის დასრულებით. პირველ რიგშიც უნდა გავაკეთოთ, მაგრამ თავარი ახლა არის რომ ჩვენ ყველანი ერთად, აბსოლუტურად ყველანი ერთად გავუმკლავდეთ აი პროპაგანდისტულ ჭაობს, რომელშიც ქართულ ოცნებას უნდა
რომ ჩაფლოს აბსოლუტურად მთელი საქართველო და ამიტომ მგონია ძალიან მნიშვნელოვანი თითოეულ ეთერში ყველა საჯარო პლატფორმით ამის შესახებ საუბარი. ჩვენ ხაზი უნდა გავუსვათ, ჩვენ ქართული ოცნების ამომრჩეველს უნდა ველაპარაკოთ მათ შორის და პირველ რიგში ისინი არსებობენ, არიან ძალიან ცოტა, ბევრად უფრო ცოტა ვიდრე წერია მათ ეგრეთ წოდებულ საარჩევნო შედეგებში, მაგრამ ისინი არსებობენ, მე მათ პატივს ვცემ, ძალიან დიდ შეცდომაში არიან შეყვანილი, ძალიან დიდ ცოდვას ჩადიან საკუთარი სახელმწიფოს წინაშე, მაგრამ ჩვენი ვალი, ყოველ შემთხვევაში ჩემი როგორც პოლიტიკოსის არის რომ მე მათ ვეცაუბრო და ვუთხრა, რომ ქართული ოცნების ძალაუფლებაში ყოფნის ყოველი დღე არის მათი მომავლის, მათი აწმყოს, მათი შვილების, მათი ეკონომიკური მდგომარეობის და მათი შანსების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და ის რომ ბანერზე დაუწერეს ევროპისკენ მშვიდობით და ღირსებით სიარული და შემდეგ ერთ თვესა ორთვეში არჩევნებიდან რეალურად წაიყვანეს სრული კურსით რუსეთისკენ, ეს არის ამ ადამიანებისთვის მაპატიეთ და შეფურთხება და მათი ფეხქვეშ გათხოვა. ამიტომაც ეს ადამიანებიც უკვე აჩვენებს კვლევები აღარ არიან, უკვე 10% იყო შემცირებული იანვარში ქართული ოცნების მხარდაჭერათა რაოდენობა. ეს კიდევ შემცირდება, ჩვენ უნდა მივახცევთ ახალ არჩევნებს და მივახცევთ და გაიმარჯვებს სოლიდური, ეროვნული, პატრიოტული პლატფორმა. დიდი მადლობა გრიგოლ, დაგემშვიდობები.